ძალიან ექსპრომტად გადავწყვიტეთ, რომ ახალ წელს თბილისში არ შევხვედროდით, უპირველეს ყოვლისა იმის გამო, რომ პაწია გვყავს და ფეერვერკები მაინც არ გვინდოდა და თან სამართლა გითხრათ, ჩემთვის ნამდვილი დასვენება ქალაქგარეთ გასვლას ნიშნავს. ერთადერთი პრობლემა ის არის, რომ მაქსიმე სასტიკად არ მოსწონს ქარსითი და მგზავრობის პერიოდში ვარ ჩვეულებრივი მასხარა იმისთვის, რომ ყურადღება გადაიტანოს და ძალიან ბევრი არ ეტიროს. ასეთ ვისე გამომივიდა, თან ისე მოხდა, რომ ორ სხვადასხვა ძილს დავუნთქვეთ მგზავრობა. თუმცა აი გზადაგზა უკვე აღმოვაჩინეთ, რომ არც თუ ისე დიდი მზადყოფნით გამოვირჩეოდით ამ ვოიაჟისთვის. ვიცოდი, რომ თაული იქნებოდა, თუმცა რატომღაც ძალიან დიდს არ ველოდი. მით უმეტეს ჩვენი მანქანა ცოტა ურევს და დაქოქვა საკმაოდ პრობლემატური საკითხია ბოლო პერიოდის განმავლობაში. განსაკუთრებით, როდესაც ცივა ალბათ მიმიხვდებით რას გულისხმობ. აი ესე მოკლედ მივუახლოვდით ნელ-ნელა ქუთაისს, თავიდან თითქოს არ გვქონდა ქუთაისი გეგმაში, მაგრამ იმდენად მიყვარს ეს ქალაქი, აი გზად თუნდა გავიარო, ბარემ დავრჩეთ თქო ეგეთ რაღაცას ხშირად ვამბობ ხოლმე. თუმცა აი ბოლო პერიოდში რამდენჯერაც მოხვდი, იმდენჯერ ფაქტობრივად ვერაფერი ვერ ვნახე, სულ რაღაც მიშლის ხელს. კიდე კაი სასტუმროსთან ახლოს მოვახერხეთ მანქანის გაჩერება და სასწრაფოდ შევედით, გავთბით. აი ეს პატარა ოთახი გქონდა, აი ასეთი ხედები. მაინც ლამაზი ხედები კი არ იყო, მაგრამ თოლმა ყველაფერი გაალამაზა, გაგიშდა თოლზე მაქსიმე, არ მეგონა ასეთი რეაქცია თუ ეკრებოდა. რა ბედნიერება, როდესაც აი ადამიანს ასეთი რეაქციის გამოხატვა შეუძლია და ხანდახან მენატრება ჩემი პატარობა, იმიტომ რომ რაღაც თითქოს აი ესეთი ახტაცებული ემოცია ბევრ რამზე აღარ მაქვს. ეს უსაყვარლესი კადრი იყო და ეგრევე ბავშვობაში გადავიჭერი ისევ. ამასობაში მოკლედ გავემზადეთ, თუმცა ამას გამზადება ქვია, ნახეთ რა მოცვია ფეხზე, იმიტომ რომ არაფერი შესაბამისი არ მქონდა თოვლისთვის, მქონდა ან ჩექმები მაღლებზე, რასაც აქვე ჩავიცვამდი, ან უნდა ჩამიცვა ეს სპორტულები. ყველაფერს დაერთო ის, რომ მანქანი თვაპირების წასვლას და ჩვენი მანქანა არ დაიქოქა, ამიტომაც გადავწყვიტეთ ფეხით გაგვევლო გზა. იდეაში რესტორანი, რომელიც დავჯავშნეთ 18 წუთის გზაზე იყო, მაგრამ საბოლოოდ მივხვდით, რომ ალბათ 2 საათი დაგვჭირდებოდა. აი ეს სწორად მივხვდი, რომ ეს ბალახვანი და რა კარგია ესეთი ადგილები, რომ მახსოვს ხოლმე ღრმა ბავშვობაში ვარ აქ ნამყოფი. ანექსის ამეტყს კი მთელი გზა ლოცავდი. ასე ლამზად კი გამოიყურება თოვლი, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანი შეექმნა აშკარად პრობლემა, აი მანქანას გქონდა ეს და ფაქტობრივად წინა ნაწილი მოწყდა, ძალიან შემეცოდა. ჩვენს კაიბლომად გავილუმბეთ ერთადერთი მე მგონი მაქსიმე იყო ბედნიერი და ესე გემრიელად ლოკავდა თოვს. რახან ვერ მივდიოდი დაჯავშნილ რესტორნამდე, გადავწყვეტეთ, რომ ნებისმიერში შევსულიყავ და თან როდის ვეუბნებ, მეთქი ქუთაისში ვართ, ყველაფერი გემრიელი იქნება, ყველგან აზრი არ აქვს ბერძებნოს მეთქი და აი ძალიან კარგი ადგილს მივაგენით. თორი ასე ქვია, ჯერ ხედი იყო რაღაც სასწაული და თუ სწორად მახსოვს ეს არის წმინდა ნიკოლოზის ეკლესია. ძალიან საყვარელი სტაფი იყო და საჭმელიც უგემრიელესი. ისე მყარი კვება რაც შემოვიტანეთ, ბევრად უფრო დავისვენე, იმიტომ რომ რაღაცები შემიძლია რომ ვაჭამოთ, კიტრი უყვარს ხოლმე და კიტრს ვაწრავ და ჩვენც ვასწრებთ ჩვენთვის კვებას. ყველაფერი აინტერესებს, ყველაფრის გასინჯვა უნდა. ძალიან მოძრავია. მშობლობის ეს პერიოდი საკმაოდ დიდ ენერგიას მოითხოვს ნამდვილად. ძალიან კი მინდოდა რომ კიდე განგვეგრძო საღამო, სადმე სხვაგანაც გაგვევლო, მაგრამ ეს არ გამოვიდო და აი ასეთი თოვლი იყო, ამიტომაც სასწრაფოდ უნდა წავსულიყავით ჩვენს სასტუმრომდე. ქუთაისის საახალწლოდ ულამაზესად გამოიყურებოდა, უამრავი მორთული სახლი დამხვდა და ისე მომეწონა ეს ყველაფერი თან ამ თავს ისე უხდებოდა. კი ვიწვალეთ, მაგრამ საბოლოო ჯამში ძალიან სასიამოვნო საღამო გამოვიდა, რაც მთავარი გაცებას გადაურჩით ყველა და ასე დასრულდა ეს დღე.